შეიძლება რაღაც რეგულაციები ალბათ შიდა ამბავში რომ გამკაცრდეს, მაგრამ სამწუხაროდ არის FIFA-ს რეგულაცია, რომელიც აძლევს საშუალებას კლუბებს, რომ 2 თვის დავალიანება კონდეთ ფაქტიურად რა. თუ უკვე შიდა დონეზე გამკაცრდება ეს რეგულაცია, ეგ სავარაუდოდ შესაძლებელია, ზუსტად ვერ გეტყვი. მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი შემთხვევები ნაკლებად იყოს. მესმის ყველაფერი ხდება, მაგრამ სისტემატიური ხასიათი არ უნდა გქონდეს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ყველაფერში მე ხარისხი იკარგება რა საბოლოო ჯამში და ზარალდება ფეხბურთელი, ზარალდება თვითონ კლუბიც, საერთო ჯამში როცა არ არის ჯანსაღი სიტუაცია და ჩემპიონატი ზარალდება მე ამ ყველაფერთან ერთად. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.